მოგესალმებით. მე მარიტა მასწავლებელი ვარ და დღეს იცით რაზე ვისაუბრებთ ინგლისური ენის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო თემაზე უკუქცევით ნაცვალ სახელებზე. დარწმუნებული ვარ, ძალიან გამოგადგებათ. მოდით, დავიწყოთ. კაი, მოდი ასეთი. ცოტა სასაცილო, მაგრამ ალბათ ყველასთვის ნაცნობი მაგალითით დავიწყოთ. აი, წარმოიდგინეთ, რომ ამბობთ, სახეში ხელი მოვირტყი. ხო, ხდება ხოლმე. დავფიქრდეთ, აბა როგორ ვამბობთ ინგლისურად, როცა მოქმედებას ვინც აკეთებს, იმავე ადამიანზე გადმოდის ეს მოქმედება. აი ზუსტად ამაში გვეხმარება უკუქცევითი ნაცვალსახელები. მაშასე, რას გავივლით დღეს? პირველ რიგში ზოგადად გავიგებთ, რა არის ეს უკუქცევითი ნაცვალსახელები. მერე, ნახავთ რომელ პირის ნაცვალსახელს რომელი ფორმა შეესაბამება. ამის შემდეგ, ყველაზე საინტერესო ნაწილი, ნახავთ როგორ ვიყენებთ მათ ყოველდღიურ საუბარში. და კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევაც გვაქვს, ასე თქვათ, ბონუსად. და ბოლოს, რა თქმა უნდა, ცოტას ვივარჯიშებთ. კარგით, შეუდგეთ საქმეს. პირველი და ყველაზე მთავარი კითხვა. საერთოდ, რა არის ეს უკუქცევითი ნაცვალსახელები? მოდი, ამაში გავერკვეთ, რადგან ეს არის საფუძველი, რომელზეც მერე ყველაფერს დავაშენებთ. მოკლედ, წესი ძალიან მარტივია. უკუქცევით ნაცვალსახელს ვიყენებთ მაშინ, როცა ის, ვინც მოქმედებას აკეთებს და ის, ვიზეც ეს მოქმედება გადადის, ერთი და იგივე პიროვნებაა. ანუ სუბიექტიც და ობიექტიც, რომ ვთქვათ გრამატიკულად, ერთი და იგივეა, მარტივია, ხო? ვინც აკეთებს, იმაზევე აისახება. ძალიან კარგი. ახლა მოდით ვნახოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ხელსაწყოების ნაკრები. ანუ თითოეულ პირის ნაცვალსახელს, I, you, he, she, როგორ შეესაბამება თავისი უკუქცევითი ფორმა. ეს წყვილები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. აი, შეხედეთ ამ ცხრილს. აქ ყველაფერი ნათლადაა. I-ისთვის გვაქვს myself. You-თვის, თუ ერთ ადამიანზეა საუბარი, გვაქვს yourself. თუ ბევრზე, yourselves. ამაზე ცოტა მერეც ვისაუბრებთ. We-თვის, ourselves. They-თვის, themselves. She-თვის, რა თქმა უნდა, himself. She-თვის, herself. და ბოლოს, it-ისთვის, itself. ხედავთ, თითოეულს თავისი წყვილი ყავს. ამათი დამახსოვრებაა მთავარი. ახლა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ you-ს. აი ეს არის მომენტი, სადაც ბევრს ეშლება. თუ თქვენ ერთ ადამიანს ელაპარაკებით, უნდა თქვათ yourself. მაგალითად, help yourself. მაგრამ თუ რამდენიმე ადამიანს მიმართავთ ჯგუფს, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ yourselves. დაიმახსოვრეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. კარგი, თეორია გავიარეთ, წყვილებიც ვნახეთ, ახლა ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავდივართ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში. ვნახოთ რამდენიმე ყოველდღიური მაგალითი. აი პირველი მაგალითი. He's teaching himself how to cook. ანუ ის თავის თავს სასწავლის საჭმლის მომზადებას. ხედავთ, მასწავლებელიც ისაა და მოსწავლეც. ძალიან მოსახერხებელი ფრაზაა, როცა გინდათ თქვათ, რომ რაღაცას დამოუკიდებლად საკუთარი ძალებით სწავლობთ. აი, კიდევ ერთი, ცოტა არასად სიამოვნო, მაგრამ ნაცნობი სიტუაცია. She locked herself out of her car. ანუ ისე მოხდა, რომ მანქანის გარეთ აღმოჩნდა, იმიტომ რომ თავად ჩაკეტა კარი და გასაღები შიგნით დარჩა. აქაც მოქმედების ჩამდენიც ის არის და შედეგის მსხვერპლიც, ასე ვთქვათ. შემდეგი მაგალითი. We bought ourselves a TV. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ჩვენ ვიყიდეთ ტელევიზორი ჩვენივე თავისთვის. ანუ მყიდველებიც ჩვენ ვართ და ის ვისთვისაც ეს საჩუქარია, ასე ვთქვათ, ასევე ჩვენ ვართ. და აი მაგალითი, რომელიც წეღანდელ ჩვენს წესს ეხება. Wow, did you design your home yourselves? Wow, სახლის დიზაინი თქვენ თვითონ საკუთარი ხელით გააკეთეთ? აქ აშკარად ვხედავთ, რომ კითხვა ერთზე მეტ ადამიანს, ალბათ წყვილს ან ოჯახს მიემართება. სწორედ ამიტომ ვიყენებთ yourselves და არა yourselves. ეს მაგალითი ცოტა განსხვავებულია. The lamp turned itself on when we got home. ანუ ნატურა თავისით აინთო. ხედავთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ უკუქცევითი ნაცვალსახელები არა მხოლოდ ადამიანებთან, არამედ საგნებთანაც, განსაკუთრებით ისეთ ჭკვიან მოწყობილობებთან, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლად ჩვენი ჩარევის გარეშე მოქმედებენ. კარგი, ძირითადი წესი გავიგეთ. ახლა კი ერთი პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ბონუსი. აღმოჩნდა, რომ ამ ნაცვალსახელებს კიდევ ერთი, სულ სხვა დანიშნულებაც აქვთ. ვნახოთ აბა. მოდით შევადაროთ. ჩვეულებრივი წინადადება. The manager will attend the meeting. ანუ, მენეჯერი დაესწრება შეხვედრას. გასაგებია. მაგრამ ახლა ნახეთ. The manager herself will attend the meeting. რას ცulis აქ herself? ეს ხაზს უსვამს, რომ შეხვედრაზე მოვა თავად მენეჯერი და არა ვთქვათ მისი ასისტენტი ან ვინმე სხვა. ანუ, ეს არის ხაზგასმა, ემფაზა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ აგვერიოს. ამ კონტექსტში, როცა ხაზგასმაზეა საუბარი, ნაცვალსახელს ვიყენებთ არა იმიტომ, რომ სუბიექტი და ობიექტი ერთია, არამედ უბრალოდ იმისთვის, რომ რაღაცას გაუსვათ ხაზი. ეს სულ სხვა ფუნქციაა. დაიმახსოვრეთ.
კარგით, მგონი საკმაოდ ბევრი რამ გავიარეთ. მოდით სანამ დავასრულებთ, ერთად მოკლედ გადავხედოთ ყველაზე მთავარ პუნქტებს, რომ კარგად დაგვამახსოვრდეს. მაშასე, რა დაგვამახსოვრდა? პირველი და მთავარი. უკუქცევით ნაცვალ სახელს ვიყენებთ, როცა მოქმედების შემსრულებელი და მიმღები ერთი და იგივეა. მეორე, არ გვავიწყდება, რომ ყველა პირის ნაცვალ სახელს თავისი წყვილი აქვს. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი, ვანსხვავებთ yourselves-სა და yourselves. და ბოლოს, ჩვენი ბონუსი, შეგვიძლია გამოვიყენოთ ხაზგასასმელად. და ბოლოს, მინდა დაგისვათ ერთი შეკითხვა. აბათ დაფიქრდით. რას ასწავლით საკუთარ თავს ამჟამად? What are you teaching yourself how to do? ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მაგალითად, I'm teaching myself how to speak English. ეს საუკეთესო საშუალებაა, რომ დღეს ნასწავლი უკვე პრაქტიკაში გამოიყენოთ. დიდი მადლობა, რომ ჩემთან ერთად იყავით. შევხვდებით შემდეგ ჯერზე.